მომღერალმა გელა დონაძემ ჭავჭავაძის გამზირზე ახალი რესტორანი დაფა გახსნა. დაფა დეკემბერში ამოქმედდა და როგორც დამფუძნებელი ამბობს, სივრცე ქართულ ტრადიციულ და ევროპულ ამერიკულ სამზარეულოს აერთიანებს. მომხმარებელს კი მრავალფეროვან გასტრონომიულ გამოცდილებას სთავაზობს. როგორც ობიექტის თანადამფუძნებელი BMG-სთან ინტერვიუში აცხადებს, რესტორანზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი თქმით, სტუმრებს შორის თანაბრად არის წარმოდგენილი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მომხმარებელი. ის დასცენს, რომ 200,000 ლარის ინვესტიციით შექმნილი ობიექტი დაახლოებით 20-მდე ადამიანის მასპინძლობას უზრუნველყოფს და რესტორანში 15-მდე ადამიანს ასაქმებს, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დამფუძნებელი არ გამორიცხავს ბრენდის გაფართოებას. 2025 წელს დაახლოებით 800-900 თანამშრომელი დავიმატეთ. ამის შესახებ აჭარა ტექსტილის დირექტორმა გია ლუმინაძემ BMG-სთან განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად კომპანია 5,000-მდე ადამიანს ასაქმებს, თუმცა კიდევ არის გამოცხადებული ვაკანსიები, როგორც მან აღნიშნა. კადრების დეფიციტის პრობლემა ისევ არის, რის გამოც ხელფასების ზრდაც მოუწიათ. რაც შეეხება უცხოელ დასაქმებულებს, აჭარა ტექსტილის დირექტორი ამბობს, რომ მათ კომპანიაში დასაქმებული უცხოელების წილი 2-დან 3%-მდეა. 1 მარტიდან უცხოელების დასაქმების შესახებ ამოქმედებული რეგულაციის გამო ლუმინაძე ზის თქმით, ახალ კადრებად უცხოელების აყვანისგან თავს შეიკავებენ. თუმცა ვინც უკვე ყავთ დასაქმებული, მათ კანონის მიხედვით დარეგისტრირებას ცდილობენ. ცნობისთვის, აჭარა ტექსტილში დასაქმებულთა ხელფასებმა 2024 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით 58,600,000 ლარი შეადგინა. კახეთში ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ ქვემო ალვანში მდებარე კოჭლამაზიშვილების საოჯახო მარანი ითაბანი შვეიცარიის ბაზარზე გავიდა. ამის შესახებ BMG TV-ს გადაცემაში ქალების ნარატივში აგროტურისტული მეურნეობის მასპინძლობის მენეჯერმა თამთა ჩაგოშუმა ისაუბრა. როგორც ჩაგოშვილი ამბობს, ამ ეტაპზე ექსპორტზე დიდი მოცულობის ღვინო არ გასულა, რადგან ითაბანის პროდუქცია ქართულ ბაზარზეც მაღალი მოთხოვნით სარგებლობს. მისი თქმით, ბიომეურნეობის სტატუსი და ღვინის წარმოების ბუნებრივი მეთოდი უცხოელი პარტნიორების განსაკუთრებული ინტერესის მთავარი მიზეზი გახდა. საკონდიტროს უშაქროს გაყიდვები მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში 70%-ით გაიზარდა. ამის შესახებ BMG-სთან საუბარში კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თამარ ეზიეშულმა განაცხადა. მისი თქმით, 2026 წელი ბიზნესისთვის დადებითი დინამიკით დაიწყო და გაყიდვების მკვეთრი ზრდაც ამის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. მისივე განმარტებით გაიზარდა როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლის დაინტერესებაც, რაც კომპანიისთვის დამატებითი სტიმულია. კომპანიის გენერალური მენეჯერის განცხადებით, ბოლო პერიოდში ნედლეულის ფასების ზრდამ გარკვეული გამოწვევები შექმნა, თუმცა უშაქრო ცდილობს ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას. მისივე თქმით, პროდუქტის განვითარება კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და მენიუ მუდმივად განახლდება მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად. გაფართოების გეგმებზეც საუბრისას თამარ ეზიეშვილი აცხადებს, რომ კომპანია აქტიურად მუშაობს ახალი ფილიალის გახსნაზე თბილისში, ასევე განიხილება რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა. საკონდიტრო უშაქრო 2022 წელს გაიხსნა და თბილისში 3 ფილიალს აერთიანებს.